ხელახალი საპარლამენტო არჩევნების და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გედევან ფოფხაძე მეორე დღეაში მსჯელობს პარლამენტის წინ. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ამ ორი მოთხოვნის შესრულებაზე გადის. მისივე განცხადებით, შიმშილობის აქცია ჯამში 5 ადამიანმა დაიწყო ერთად, თუმცა ფოფხაძის ინფორმაციით ერთი მოშიმშილე სამართალდამცავებმა გუშინ ღამით დააკავეს. ახლა პარლამენტის წინ შიმშილობს 4 პირი. ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება ეს არის, რომ სხვანაირად რაც კი დრო გავა, უფრო მეტი ესკალაცია ექნება საზოგადოებრივი განწყობების, ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება რეალურად, კიდე შევალთ უფრო ისეთ სიღრმეებში წინააღმდეგობის, რომელიც მერე ძალიან ძნელი დასაძლევი იქნება. სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაინც ჩემი ყოფილი კოლეგა ადამიანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უყურადღებოდ დარჩა მთელ ამ არეულობაში, რომელმაც განვითარება ვერ მიიღო იმ სცენარით, რომელსაც გედი ფოფხაძე თავად აქტიურად უჭერდა მხარს. უფრო მეწოდება, ვიდრე რაღაც გაღიზიანებული ვარ მის მიმართ, თუმცა მე როდესაც დაცმოძრაობაში გაითქვიფები, გარკვეულწილად ის სისხლის გადაგედება, რომლის წინააღმდეგაც თვითონ გამოდიოდა, არაერთხელ განცხადებაც გაუკეთებია. რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის ვერ მიეწება მცდელობების მიუხედავად და ცდილობს თავი შეგვახსენოს.